სალამით მეგობრებო, გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. დღეს ჩემთან არის Lexo Workshop. გვექნება დელტები და ხელები. Lexo გამიზიარებს თავის რჩევებს. რამდენი იმზადები ახლა შენ დაახლოებით? როარ მოგატყვა მგონი არ მომზადები. არ მზადები? ახლა არ ვიცი. ნუ მოკლედ შენ გამოცდილებას მაინც გამიზიარებ, რაც მზადების პერიოდში გაავლილი და შესაბამისად ვარჯიშების მხრივ და ყველა საკითხის მხრივ მექნება უფრო მეტი ინფორმაცია Lexos მხრიდან და თქვენს გაიგებთ მის რჩევებს ბევრად კარგად ჩემს არხზე. შენ არხი გაქვს კიდე აწარმოებ? კი, უბრალოდ ცოტა Instagram-ზე გადავერთე, საინტერესო აღმოჩნდა ჩემს. მაგრამ იმედია დაბრუნდები და გააგრძელებ შენს. Lexos YouTube არხი გაწვდნებათ და იმედია ნელა დაგვიბრუნდება. ეხლა გადავალთ დელტებით ვიწყებთ და ნელა გავაგრძელებთ იქიდან საუბრს. დავეც. ტრაპეცი არ გერთვება? კი. თუ ტრაპეციას გინდა ხოლმე მაგდროს? ამ შემთხვევაში კომბინირებული არის აზრი არ აქვს. უვერი გამოვცალებ. უბრალოდ თავარი მომენტი სადაც მაქვს უკანა დელტისთვის ეს არის მაქსიმალურად როცა გასულია ხელები ქვევით. მანდ არის ჩართული ყველაზე მეტად და შემდეგ უცდილობ რომ რაც შეიძლება დიდი წრე დავხაზო ქვევით. ანუ ზევით რა თქმა უნდა არ უნდა მოწიო. პერიკეთ ხე შედარებით. განზები ვარ. განზები ხარ. ნუ არ შეკრა დიდად. ოკეი. დავე. What's გამეორება? 15. მეც დაახლოებით მაგ გამეორებაში ვაკეთებ ხოლმე. 15-20. მე ბრო არ მოგატყვა. უკა ორი წელია ამ გინდა? ხო, მომიც. უკა ორი წელია იმით ვაკეთებ. რა ქვია? ციკლირებულად. კვირების მიხედვით გამეორებები როცა იცვლება. და სხვა შორის ძალიან გამოვადგა. ყველაზე მეტად არ მიყვარს ადამიანები ძალით რო გისწორებენ რაღაცებს, რომ თავში ცოდნა დაამდგეს. აზრი არ აქვს, შენურად აკეთებს ამ. რა უნდა უთხრა? კაია. მოდერჩი. რა თუ მეტი გვაქვს? და რაც პროცესი გენეტიკა გაქვს სხეულის აგებულებაში მე თვითონ მეტი დააკვირვება გჭირდება მოძრაობაზე. იგი შემთხვევაში ბევრად ნაკლები დაკვირვება გჭირდება რომ ზუსტი მოძრაობა გააკეთოს, იმიტომ რომ მაგისთვის მუშაობს მისი ორგანიზმი, მაგისთვის შეიქმნა. ფაქტები რა. ჩემ შემთხვევაში ძალიან სრული არის რომ ის მოძრაობა სწორი იყოს. ეს საინტერესო ვარიაცია გიგისგან. ისე ძალიან კაი არის. Why not? Ясно. Просто მგონია რომ უფრო ფსიქოლოგიური ეფექტი ექნება, რომ იცი სად უნდა დაწვე რა. წინ რაღაც რო კონდეს უკვე უფრო სხვანაირი იქნება. Საერთოდ მე ხშირად ვფიქრობ ხოლმე ტრენაჟერების შექმნის იდეებზე. კი, ძალიან. და საერთოდ ჩემ გონებაში რაღაცები შექმნილი მაქვს უკვე. ის რომელი რაღაცაა რომ ხანს კამს მიიტა ხაღაც მომიტა და ის შენ თვითონ აწყობი შენ მოძრაობაში. მაგრამ მე იმენა ტრანჟორის შექმნაზე მაქვს ამბიცია. აი და მე მაქვს ძალიან სუსტი უკანა ქვედა უგანერსის ქვედა ნაწილი რა და იმიტომ მაქვს ძალიან სუსტი რომ ეგ ნაწილი ხო სუბიცეპსი იწევს რა რომ გააქტიურდეს და წარმოიდგინე აი აქ რო კონდეს რაღაც პადი დანადგარი რო იყოს რა, ოღონ დიდი რამე. და ანუ ხო იგივე საკეთებ მოძრაობას რა, ხრისახსარსის და იდაყისახსარის იგივენაირად გაქვს მოხრილი. ოღონ ეს თავისუფალი გაქვს აქ ყველაფერი.
ხომ ეგეთი ხო ფულოვერი არის ტრენაჟორი. აქ რჩი და ყოს ჩამოდი და ის რომ მოძრაობს. მომენტ კი. თუ დაგასწროიღაცა. ფულოვერი უფრო ის არის, რა ქვია, იმას. იქ რომ თანამწამოს თოკები, ეს ხელა. ბაზარი არა. და აი კონტროლი ხოლმე სანდვიჩები ბოლომდე უკან. მასო კონექშენი კაი შენ. ხო? ჩახეს გეტყობა რა ეგრევე უკვე იმას გაკაცები. Давай. Давай. Лексо, შეგვიძლია. ხო. მოდებინში ყველაზე თავი პუნქტები რომელია? აი რომელიც აუცილებლად მქონდეს და ყველაზე პრიორიტეტია და ყველაზე საქსები არის შეჯიბისთვის. ყველა აბსოლუტურად. ფეხები და ზურგი რა. ანუ ეგ თუ გაქვს ჩემი აზრით ხარ კაი, გეთანხმები. კი. დავფიქრდი და გეთანხმები, იმიტომ რომ აუ ხელი რო გაკრეს ახლა სიტყვაზე ხო არაფერი, ახლა მაინც ზურგი ფეხები თუ გაქვს რა. იასნა. ზურგი რო გაკრეს და ხელები ქონდეს ეგ. просто მაინც ალბათ ყველაზე აი ყველაფერი ხო არის, ასე რომ კი ყველა პროპორციული ყველაფერი, აი მე მაინც ვამბობ ფეხები და ზურგი თუ წამყვანი გაგხო. უკვე ათლეტად წარმოგაჩენს რა. ანუ ასე რომ ხე ფეხები და ზურგი ქონდეს სამაგადა ცოტა პატარა ხელი რო ქონდეს პრობლემა არ იქნება ჩემი. აი ჩემაგაც გეუნები რა. ვიცი მივხვდი. მაგრამ მართლა ეგრე არის. ხელები პატარა მაქსიმუმ. ხელები გძგება 2 დღეში. ხელების გაზრდა შეგიძლია მაქსიმუმ 3 თვიანი ციკლით. ანუ ციკლში გულისხმობ პროგრამა, რომელიც გათვლილია კვირეული ვოლუმ რომ იყოს ძალიან დიდი ხელებზე. თორი გაქვს საკმარისი სხვა კუნთებში, მანდ არ გაქვს. გიგი არ გინდა რომ არ გაყვე ხოლმე? წელო რა, წალიკები ხო წელო რა. ოკეი. ვერაფერს ვერ გეტყვი. იმხელა გაიგე უკანადებდა. მე გერკულესობას არ ვიბრალებ. რო არ მოგატყო. ვიცი რომ შეგიძლია. არ შემიძლია არის სწორად გავაკეთო ვარჯიში. არ სწორად. როგორც კი იმაზე მძიმეა ვიდრე შემიძლია, ეგრევე არის სწორად ვაკეთე. ეს უკანა დელტა არის. ხო, აწერია. Standing. კი, მაგრამ შეხედე ესე არის გასაკეთებელი. ამისი არის. უკანა დელტა არის. რა შევდო გიხაბიხო რა. არა, შევა. დაიგიდე. აჰა. ხო, მაგრამ მაინც უკანაზე გირტყავს. უკანა ძალიან დიდი გაქვს, განერცა მაგას. ალო, გქოთ? აი, გავაკეთე. მაქხელი შოვა არა. ოდიმე შენთან გადმოვალ ხანტალებით გავაკეთე. რო არ მოგეთყო, მაგრამ მევასება, მაგრამ აი ჩვენთან ლაიონში რაც არის, ეგ მევასება რა. არ ვიცი რანაირად. ხო. კაი. კი, ძალიან დიდი მადლობა. თავარი მაინც ყველაფერი დადის რეჟიმამდე, ხო იცი? რეჟიმში რო დგები, მე უკვე ანუ აზრი არ აქვს რა. იმის საუკეთესო გამოდიხარ, რაც უნდა ყოფილიყავი. მე ჩემი ტრენერი ვაღიარებთ. ოლიმპიადაზე გამოვა ჩემი. ვერ გამოვა ოლიმპიადაზე. არ ვარ მაგის
მაგის მონაცემები არ მაქვს რა. ხოდა. რა შენი გაისტორიო მოკლედ გაიზარდო და ტონი მოტყანიო რა ვახტებაში. IBB Pro ოჯორი გაიჩნდა. Pro მინდა. ელიტი არ მაინდა. ელიტი მაგრად არ მივასება. მოდი ვაშ მე 10-ს ავიღებ და გვერდზე გავაკეთებ. ბოდიში bro. Cadê? Boom. 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 Amor de geralmente para todo mundo. Boom. 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 මොකද მეგობრებო ლექსო გარბის საქმე გამოუჩნდა და ბელტების მომთავრებთ მარტო და აი ან მარტო გავაკეთებ მე ხელებს ან მეც მურჩები 4 შორის სოლო მაქვს ხელები სოლო მე დელტა და ხელები ერთად მაქვს ხო ექვსი დღე ვარჩევ. და მოთან ჩოლ მყოფნის აღდგენა. მინუს ფონზე რო დეფიციტში ვარ მყოფნის. მე სადაც მოუმატებ. ეს დამიყენე რა, ეს დამიყენე. ორი მე ისე წამოგეწეს ხო. რა. რა. მიგათი არა ხუთრეზე. შენ გიყენა რა სწორედ მაგ ესე იგი. აი, მაგიტო იყო მძიმე. ხუთიანი მოიტანე მე დევაში. მიდი ხუთიანი მოიტანე. არასწორ გიყენა. ხუთიანი მოიტანე. აი, მაგიტო სწორდებოდი არა 5 საათის გამზე. მაგიტო ასწორებდი 5 საათის გამზე მეთქი თავს. აი. იმიტომ რომ როგორ? ასე? თუ განზეგაიტან უფრო შევადელტა გააქტიურდება. ოკეი. შევადელტა ვერ გამიშავს. ოლიმპია? შეჭი სად? აუ რა მაგარია. ძალიან მაგარია. ამას C კატეგორია უწევს. C კლასი. C ბოდიბილდინგი? ბიჭო არა. კლასიკის C. კლასიკის C. მე მიწევს კლასიკის B. 84 და 800. სასაბარებელი. вообще სხვა ხარისხია ქიმიატიფში. მე და შენ თავს რო უყურებ, ხარისხის განსხვავებას ახავსებ რა. მე დავამატეთ მა, ძლიერ ბიჭი ვარ, 15-იან დავიყენე. Formare. Progress. Jo idეაში მას და მეუბნო ეგარი რა რო დროა რა ყველაფერი რა დრო უნდა. დრო და მაგ დროის სწორად გამაყენება. ხო, ეგ თავისთავად დრო სწორად გამოიყენე, მაგრამ მაინც აი დროს აქ დიდი მშოვე. ხო, აი მე მაგასო. ვერუსი ამოკლებს მას. როგორ კარგად მაინც გააკეთე. ხო და მაგიტო მიძლებინენ და. არ დახმარები ვარ. ეხლა ანუ ერთ პოზირებაში ვერ გაიწალები რა.
მიოფასციალური როლერის გახოხება ხო იცი? ერთ-ერთი ვერსია ეგ არის, რომ მაგით გაიწევა და მასაჟიც იგივე შვება. მასაჟი? მასაჟი, ცინული მასაჟი. ოპა. მოგეთ მეგობრებო, ბოლო ლექსზე ჩქარება ტაქსი მოდის რაშია. ესაქცევი აუხსენე ხალხს რატომ მიდიხარ? სამწუხაროდ მომიწია გადაუდება შემთხვევის გამო გაგწო ვარჯიშიდან, მაგრამ დელტები მორჩით, კერდი ჯერჯერობით დაღლილი მქონდა ვარჯიშისგან, ისედაც ხელები? ხელები ხელები არ ორ დღეში ერთხელ მაინც შეიძლება ვარჯიში და ანუ ხელები კი შეიძლება, მაგრამ ახლა რომ არ მოგატყო გუში გამიარა რა. ოკეია თუ არ არის. ოკეი, მოკლედ შემდეგში გადავიღებთ უფრო დალაგებულ ვიდეოს. უკეთესი, უფრო ერთი უფრო დიდი და მეორე უფრო დიდი და მშრალი.